და გითხრათ, რომ ვისაც მართლა საქართველოსთვის სიკეთე გინდათ და ჯანსაღი გაქვთ ჩაფიქრებული, წადით სოფელში. სოფელში წადით, გაერიდეთ ამ ყველაფერს, გაემიჯნეთ და წადით სოფელში, გააღვიძეთ კერები, დაანთეთ ცეცხლი თქვენ მამაპაპისეულში და აცხოვეთ თქვენი მამაპაპისეული და იშრომეთ მომავლისთვის. ერთადერთი გადარჩენა, ერთი მაგალითს მოგიყვებით ასეც, რომ სვანები გაგვწყვიტეს ზღვისპირეთზე ცხოვრობდით 555 წელს ბიზანტიელებმა, რა თქმა უნდა, ქართველების ღალატით. აი ესეთივე ნაძირალა ქართველების, რომელსაც მეხუთე კოლონა ქვია. და წავედით მთებში. დაუბრუნდით მთებში, სადაც სანამ არ გაუმრავლდით, გაუმაგრდით, წელში პატარა ფეხზე არ დავდიქით, ვიყავით იქ და როცა გაუმრავლდით, მერე დაუბრუნდით ისე უკან. აი იქიდან ვართ დაბრუნებული ჩვენი ოჯახი პირადად დალის ხეობაში. ასე ვართ გაშლილი მთელს კავკასიოზე, სადაც ვიყავით გაშლილები მე-6 საუკუნის შემდეგ. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ ერთადერთი გადარჩენა არის სოფელი. ხო ხედავთ, სოფლიოში რაც ხდება. ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომი მიდის. ხო და აქ ჩვენ ერთმანეთს ვხოცავთ. იმის მაგივრადო, რომ რაღაცა მოვიფიქროთ, რაღაცა გავაკეთოთ იმ წამლის შხამის საწინააღმდეგოდ, რომელიც რომ ჩვენს ახალგაზრდობას დაალევიეს, აჭამეს, ანახეს და გადარიეს. უფლის გზის მაგივრად ევროპის გზას ირჩევენ, სადაც კაცი კაცზე თხოვდება და ქალი ქალზე თხოვდება. ახალგაზრდებს მინდა მოგმართოთ, შვილებო, ჩვენც ვიყავით ასე და გვინდოდა ევროპასთან მეგობრობა, ამერიკასთან მეგობრობა. რუსეთი ამერიკელებმა გადაგვკიდეს და დასავლეთმა იმისთვის, რომ ჩვენი ხორცი გამოიყენონ რუსების საწინააღმდეგოდ და თვითონ კარგად იყვნენ. ომი გვინდას რო იძახით, ვინ გეუბნებათ ამას, რომ თქვითო, ის ხალხი, რომლებმაც დაასუსტეს ქვეყანა, ახალგაზრდებო, თამაში არის, ძალიან ცუდი თამაში არის და თამაშობენ ადამიანების სიცოცხლით. ერთმანეთს ესვრიან ბომბებს. ნახეთ, რამდენი ფულია გამოყოფილი ამერიკიდან, ევროპიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. თქვენ გონიათ ეს სულ მაგომს უხმარდა ეს ფული? თქვენ საქართველოს მაგალითი არ გახსოვთ? 5 მილიარდ ნახევარი რო გადმოურიცხა ამერიკამ სააკაშვილს, კოდორისა და ცხინვალის ჩაბარებისთვის და რო აორთქლდა 4 მილიარდი. ეს სადა ორთქლდა და რატომ მაგაზე პასუხი არ მოსთხოვეს დონორებმა? იმიტომ რომ ატკატი მოხდა, იმიტომ რომ თვითონ წაიღეს უკან. ვერ ხვდებით, კაცო? დაფიქრდით, ახალგაზრდებო, დაფიქრდით და ახალ წელს შეხვდით ლამაზად. გირჩევთ, რომ ახალ წელს სოფლებში წახვიდეთ, მამაპაპისეულში, დაანთოთ ცეცხლი ერთი ღამე მაინც და იქნება ბედობაც იყოს და რომელიმე დაბრუნდოთ უკან და სოფელი გავაცოცხლოთ. სოფელი გადაარჩენს სოფლიოს. სოფელი, არა მარტო საქართველოს, მთელ სოფლიოს გადაარჩენს სოფელი. ხო ხედავთ, მთელ სოფლიოში სოფლებია დაცლილი. რატომ? იმიტომ რომ სოფელს ვერ აკონტროლებს. ვერც მასონი და ვერავინ სხვა მტერი ქვეყნისა. იმიტომ რომ სოფელში როცა ხარ არქში არ გჭირდება მაგათი გადამოგდებული 30 ლარი და 60 ლარი. და თავრობას რამდენჯერ პარლამენტიშიც მოგიწოდეთ და ეხლაც მოგიწოდებთ. გააუქმეთ სოციალური პროგრამები. ან ისე მაინც გააუქმეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ 70 წლის ზევით ეხმარებოდეთ. და არა 25 და 30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც რომ გაზარმაცებულია საქართველოში და მუშაობა არავის არ უნდა საერთოდ.